ზაზა ბიბილაშვილია ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით ბატონო. მძიმე დღეა, ერთი შეხედვით მივეჩვიეთ ჩვენ ამ რაღაცნაირ ყველაფერს. ცოტა ხნის წინ ჩვენ რომ გვეთქვა რომ საქართველოში იქნებოდა რეჟიმი, თუნდაც ფორმალური, თუნდაც ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში დარჩენილი, მაგრამ ის იტყოდა რომ საქართველოს დაიწყო ამას ჩაწერდა თუნდაც არალეგიტიმური კომისიის დასკვნაში. ეს არ იყო მაინც და მაინც წარმოსადგენი. ჩვენ მივედით ამ წერტილამდე. რა წერტილია ეს თქვენი აზრით? აი სად ვართ ახლა ჩვენ როგორც სახელმწიფო? ხო, როგორც სახელმწიფო ჩვენ ვართ დაპყრობილი რუსეთის მიერ. ამას სხვა არაფერი არ ქვია და ივანიშვილის ციტატა ტრიალებს ბოლო ხანებში ეთერებში, სადაც ის ამბობს, რომ ისე უნდა დაიპყროო ხალხიო, რომ თვითონ ვერ მიხვდესო დაპყრობილიაო და აი მაშინ ვცხოვრობთ, ხანდახან წამოწდება ხოლმე მასში გადაშკ სიმართლე, თვითონ რაც აქვს გაკეთებული, იმას ლაპარაკობს, მე ვერ ითმენს და თვითონ უნდა რომ თავი შეიქოს და ეს ხდება ეხლა, როდესაც ეს რეჟიმი ლაპარაკობს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, სინამდვილეში საქართველოს არასდროს არ ყოფილა ასეთი დესუვერენიზებული როგორც დღეს, ანუ სრულად კონტროლდება ყველაფერი აბსოლუტურად ამ ქვეყანაში რაც ხდება რუსეთის მიერ. აი ხა როდესაც საუბრობთ ამ წულუკიანის კომისიის დასკვნაზე, ეს არ არის არაფრის გადაფარვის მცდელობა, ეს არის ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უშავესი ფურცელი, რომ დაუსვათ ჩვენ თავს კითხვა აი რუსეთი რას დაწერდა საქართველოზე, ხო? ანუ ომზე, ან საქართველოს ისტორიაზე. იგივე იდენტურად ეს რაც წერენ, ქართულად რაც დაწერეს, ეს არის რუსების დაწერილი ნარატივი. ხა რატო ეს მნიშვნელოვანი? მე მგონი წინა ეთერშიც უფრო წინა სტუმრამაც თქვა და ვეთანხმები, ისტორიისთვის ბრძოლა არის რაღაც თეორიული და სამეცნიერო კვლევის საგანი კი არ არის, ეს არის ჩვენი აწყოს და მომავლის კონტროლის პირდაპირი გზა. რა თქმა უნდა. სკოლებში უნდა ხო ეს ასწავლონ, რაღაც გარყვნილება, რომელიც დაწერეს, აი აბსოლუტურად ყველა სიტყვა გადატრიალებული რეალობის ამსახველია და ამით ისინი ცდილობენ რომ ჩვენ მომავალი წაგვართვან. სხვა ამას არაფერი არ ქვია, ვინაიდან ყველა ცნება შეცვლილია აბსოლუტურად, რაც ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი. მოყარე მტერია, აგრესორი, ოკუპანტი პირიქით არის წარმოდგენილი, ხო? ასეთი რაღაც, ანუ ასეთი საქართველოს ისტორიას ღალატის მეტი რა უნახავს, მაგრამ ასეთი მასშტაბური როგორც დღეს არის ღალატი არასდროს არ ყოფილა. სასურველია რომ ჩვენ ამას აი სათითაოდ მივყვეთ აბსოლუტურად ყველა ბრალდებას და არა მხოლოდ გავაქარწყლოთ, არამედ საპირისპირო დოკუმენტი დავდოთ. მე პირადად განზრახული მაქვს რომ ეს აუცილებლად გაკეთდება. ამის გარეშე ჩვენ წინ როგორც სახელმწიფო, როგორც ერი, როგორც საზოგადოება ვერ წავალთ. აი სასამართლოშიც ხდება ხოლმე, ხო, ერთი მხარე წარმოადგენს თავის პოზიციას, აი ჩავთავოთ რომ ეს არის რუსების პოზიცია. ასე ხედავენ ისინი ჩვენ ისტორიას, უახლეს ისტორიას. მაგრამ ეს საწინააღმდეგო დამტკიცებულია ჰააგაში, დამტკიცებულია საერთაშორისო სასამართლოში. მარტო ომზე არ ვამბობ ამ შემთხვევაში, ანუ მარტო ომზე არ ვამბობ, ერთი კითხვა მინდა დავსვა. ამ ხალმა დღეს იკითხა და ამაზე მიდის გლიცინი, რომ შეორნაძეს გამსახურება არ ქონიაო გადადგომის განცხადება დაწერილი. და შესაბამისად ვითომ ის არის ლეგიტიმური. და გამსახურდიას დაწერილი ქონდა გადადგომის განცხადება? ყობახიძის მამა რო ებრძოდა, ხაინდრავა რო ებრძოდა, ამ ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი ვოლსკი რო იყო იქით ამ ხარეს, ძალიან მნიშვნელოვანი ესენი რო იდგნენ და ლეგიტიმურ ხელისუფლებას გინდა პოლიტიკურად და გინდა იარაღის ძალით ხელში რო ამხობდნენ 91 წელს რის მერე საქართველოს აი შუა საუკუნეებში გადაეშვა, ხო? გამსახურდიას დაწერილი ქონდა გადადგომის განცხადება? რატო აბრიყვებენ საზოგადოებას? კვლევის საგანი ინტერესში, მის პოლიტიკურ გემოვნებასა და ინტერესში არის. ამაზეა საუბარი, ხო, კოცი გვეუბნება, რომ თურმე შეიარაღებული პუტჩი და გადატრიალება პრობლემა არ ყოფილა ვინაიდან ის ადამიანი, რომელიც ამის შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში, იყო ლეგიტიმური და აი ამ ადამიანს რო არ დაუწერია გადადგომის განცხადება, მხოლოდ ზეპირა თქვა, ხო? ზეპირა თქვა მივდივარო. კი ბატონო. და ამის შედეგად ხალხმა რომ მართლა ამოისუნთქა შენობებიდან ადამიანების გადმოყრა დასრულდა, ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მიზნით დასრულდა, აი საყოველთაო კრიმინალი, საყოველთაო კორუფცია რო დასრულდა, ის რო გახდა, რა ქვია, 14 ლარიდან 150 ლარზე რო ავიდა პენსია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აი ეს ყოფილა ცუდი. ამას გვაჯერებენ. და თან ეს არის აი მართლა უმაღლესი ბოროტება, ეს ისეთი რაღაცებით არის სავსე ეს ნაწილი ახლა თლიანად რა თქმა უნდა ვერ მოვასწრებდი ამის წაკითხვას, მაგალითად ახლა ჩემმა მეგობარმა დათვალა და თქვა რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ყავთ ნახსენები 16 ჯერ. პუტინი ყავთ ნახსენები 6 ჯერ და არც ერთხელ არ არის მაინდა-მაინც ნეგატიურ კონტექსტში.
ანუ ხო გასაგებია რასთან გვაქვს საქმე, ვისთან გვაქვს საქმე. ეს ხალხი არ არის მართლა არ არიან ქართველები. ხო ესეც მაგათი რუსული პროპაგანდის ვერაგობა და წარმატებულობაა, რომ აი ეს ხალხი, რომლებიც სამაგალითო მოღალატეები არიან. აი ერთი ხო იყო ყორგანაშვილი და ერთი ყორგანაშვილი და ერთი იყო სერგო ორჯონიკიძე და ასე შემდეგ, ხო? ესენი ყველანი სერგო ორჯონიკიძეები არიან, ყველანი ყორგანაშვილები არიან. ხო და ყველაფერზე უნდა გაიცეს პასუხი. ხო როგორც სასამართლოში ერთმა მხარემ წარადგინა თავისი პოზიცია, ეხლა ეს მეორე მხარეც, იმიტომ რომ ისტორიას არ უნდა დარჩეს, ჩვენ არ უნდა ვივარაუდოთ ის, რომ აი ჰააგამ რო პასუხი გასცა, სადღაც ეთერში ვიღაცამ რო რაღაც თქვა, ჩვენ ხო გვახსოვს. არაფერი დრო რო გადის, აი ამათი ბინძური ბოროტი შემოქმედება უნდათ რომ დარჩეს, ხო? რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან ბატონოზაზა სამართლებრივად ამ ქვეყნის რა რთული შედეგები შეიძლება მოყვეს ამას? რუსეთს ხომ რაღაცისთვის სჭირდება ეს გეგმა, ხო? რა თქმა უნდა, ეს სჭირდება საკუთრების დაბრალებაც, ის რომ შევარდნაძე არის ლეგიტიმური ხელისუფლება და შემდგომი არის არალეგიტიმური და კიდევ ბევრი პარტიები ასაკრძალია და არასამთავრობოები დესტრუქციულ ქმედებებს ჩადიან. ამან რისთვის წერია ეს დოკუმენტად? შედეგი რა უნდა მოიტანოს? შედეგი უნდა იყოს საქართველოს აწყოს და მომავლის დაპატრონება. ესენი ადამიანების ტვინის გამორეცხვით არიან დაკავებული და ვისაც ვერ გამოურეცხავენ, აი რაღაცნაირ ვირტუალურ რეალობას ქმნიან, ხო? მაგალითად ბოლშევიკებმა ხა ვინ დააჯერეს თავის დროზე 70 წელი ურეცხეს ტვინი, მაგრამ ანუ 21 წელს არავინ არ დაიჯერა ხა რომ აჯანყება მოხდა საქართველოში, მაგრამ ოფიციალური ვერსია ხო ეს იყო და ესენი ქმნიან აი ესეთ ოფიციალურ ვერსიებს იმისა თუ რა მოხდა საქართველოში და ამ ოფიციალურ ვერსიას მოარგვებენ მე იმ ძალადობრივ რეალობას, რომელსაც თავს გვახვევენ, ხო? კიდე ერთი ბოროტი ეს იყო ამონარიდი ამ დასკვნიდან, რომ თურმე 2004 წელს აჭარაში დამყარდა ნაციონალური მოძრაობის დიქტატი. ხარ მეტი შეურაცხყოფა როგორ უნდა მიაყენოს საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც ახსოვთ რა ხდებოდა აჭარაში 2004 წლამდე. იქ იყო პირდაპირ რუსი გენერალი ასლან აბაშიძე სახელდა გვარად, იყო ფეოდალივით გამაგრებული, თბილისში არ დადიოდა, იმიტომ რომ რეალურად არ ცნობდა თბილისის ცენტრალური ხელისუფლების სუვერენიტეტს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, სამაგერო დადიოდა მოსკოვში ძალიან ხშირად. ნეტკაჩოვი ყავდა რუსი გენერალი გვერდში, რომელიც უმაგრებდა მას სამხედრო თვალსაზრისით ზურგს. ეს იყო ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, ნუ კი ბატონო, როგორ დაინიშნა გვერდზე გადავდოთ ეს თავის დროზე, მაგრამ ნოდარ იმნაძე ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი თავის ხელით ყავს დახურეტილი თავის კაბინეტში. ამით დაიწყო მისი სისხლიანი მმართველობა. პირადი ის ყავდა, ხო, რა ქვია, პატიმარი ყავდა, თენგიზ ასანიძე ესეთი კაცი იყო, რომელიც უბრალოდ კონკრეტულად ასლან აბაშიძეს არ ევასებოდა, დააბრალა რაღაცა ჩასვა ციხეში, მე ამ კაცმა მოიგო სტრასბურგში საქმე, აღმოჩნდა რომ უდანაშაულოა და მაინც არ გაათავისუფლა ასლან აბაშიძემ ციხიდან. ჩოლოქზე რო გადასულიყავი და ასევე რო შესულიყავი გოდერძის გზით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სამაგი ბლოკპოსტი უნდა გაგევლო. საპასპორტო კონტროლი უნდა გაგევლო. საბაჟო უნდა მოსკოვში გაფრინდა საბოლოო. ბოლოს რუსებმა წაიყვანეს და ამაზე გვეუბნება წულუკენ რომ ეს რო დამთავრდაო ეგ იყო ნაციონალური მოძრაობის დიქტატის დაწყებაო. აი უბრალოდ რამდენად გაარყვნილი უნდა იყო, რამდენად არაქართველი უნდა იყო, რამდენად არაპატრიოტი უნდა იყო, რამდენად უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა, რომ აი ამის დასრულება, რასაც ახლა ვსაუბრობ, ხო? ცუდ მოვლენად წარმოაჩინო. და დამატებით თქვა, რომ აი ეს უნდა და იგივე მომდოდაო სააკაშვილის სოებაში ცხინვალში გაეკეთებინაო, ხო? ცხინვალშიც რომ დასრულდეს დე-ფაქტო საზღვრის არსებობა, რომ დასრულდეს ის სეპარატისტული ხელისუფლება, რუსების მმართველობა, ცუდი იქნება ეს. ცუდი იქნება, ხო? ამიტომ ბრუნდები სადაც დავიწყე ისე ვიქრობ, ეს არის რუსული დავალება კი არ არის, პირდაპირ რუსები წერენ ამ სცენარს და ნუ აქ ვიღაცეები ზოგი კომპრომატით, ზოგი უბრალოდ იმ თანდაყოლილი არასრულფასოვნების კომპლექსით და ზიზღით, საკუთარი სამშობლოს და საკუთარი თავის ზიზღითაც, ხო, ასე ამას ვერ იზამს საკუთარი თავით არ გეზიზღება, როგორც ზოგიერთ მათგანს. ზოგი კიდე ღმერთმა უწყოს რითი, აი მას ჩადიან დღეს. ჩვენ ვიმეორებ კიდევ ერთხელ რა ძალიან ხშირად გვიყვარს ხოლმე მის თქმა, რომ ნუ ხო ყველას ყველაფერი ახსოვს, ეს არავის არ შერჩება, ჩვენი პრობლემა მნიშვნელოვანია ამ ყველაფერს დაუპირისპირდეს აბსოლუტურად ყველაფერს, აი ყველაფერი ახლა ჩვენ ხო ვიცით, აი ეს დასკვნა რო ამოიღო, არ ვიცი რამდენი გვერდია 4 და 10 იმდენს დაწერ თვითო არგუმენტზე, თვითო ფაქტზე, ახსნასაც, კონტექსტსაც 2 იმდენს და 10 იმდენს რაც მათ უკეთებიათ. მაგრამ არის თუ არა ეს მათთვის აი მცდელობა ძალისხმევის აზრის, ფიქრის გადატანა მათ მიერ შექმნილ დღის წესრიგზე და არა რეალურ, თქვათ, აქტიურ პროტესტზე, ბრძოლაზე.
რაღაცნაირად დღის წესრიგს გვთავაზობს ოცნება ყოველდღე ხან დასკვნას წერს ლუკიანი, ხან რაღაცას იქ განცხადებას გააკეთებს რომელიღაცა და მე იმაზე ეწყობა პოლიტიკური დღის წესრიგი. უნდა კონდეს თუ არა მათგან დამოუკიდებლად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი კრიტიკულ საზოგადოებას და არის თუ არა ეს მხოლოდ პროტესტი, რომელსაც მარწუხებივით ახრჩობს ყოველდღიურად, აი დღესაც ვნახეთ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. კი, დღეს 22 ახალი პოლიტპატიმარი შეემატა საქართველოს, თუ სწორად მახსოვს, ბოლო ციფრი ასეთი იყო. მაგრამ იმას ბოლომდე ვერ გავიზიარებ იმას, რომ თითქოს ეს რაღაცის გადასაფარად კეთდება და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის ხელში ჩასაგდებად კეთდება. ეს იმდენად დიდი რამ არის, ეს ახლა ჩვენ საუბრობთ, რომ ეს ერთჯერადი სპეცოპერაცია არ არის. ხო, ეს არის ფუნდამენტური დანაშაული ჩვენი ისტორიის წინაშე. მოდი კიდევ ერთხელ ვთქვათ რა, ერს განსაზღვრავს, ერის იდენტობას განსაზღვრავს ის, თუ როგორ ყვება საკუთარ ისტორიას, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს. და ეხლა მოვიდა ეს ადამიანები, ხო, ამათი რა ვიცი, ხელში ჩაიგდეს ქვეყანა 13 წლის წინ და ისეთ რაღაცებს ყვებიან, რასაც არც ერთი თავმოყარე ერი საკუთარ თავზე არ მოყვება. მართალი რო იყოს არ მოყვება. კრემლი მესმის, ხო? ხო, და ეს არის მათი ფუნდამენტური ამოცანა. ყველაფერი დანარჩენი, რა თქმა უნდა, მიმდინარე ამოცანებიც არის და ამას ძალიან სამწუხაროდ ჯერჯერობით თავს ართმევენ. როგორ უნდა დაუპირისპირდეთ, რა ვიცი, ყველა ფუნზე უნდა დაუპირისპირდეთ. ხო, ერთი რაც არ უნდა გავაკეთოთ, არ უნდა დავიყვანოთ ეს ყველაფერი საყოფაცხოვრებო პრობლემებამდე. ჩემი მოგზალებული აზრით, ხო? პუტინს რო ებრძვი, რომელიც გეოპოლიტიკურ ომშია და ჩვენს ისტორიას აუპატიურებს დღეს ამათი ხელით, ჩვენ გმირებს შეურაცხყოფს და თვითოულ ჩვენგვანს შეურაცხყოფს, ხო? იმას ახლა კანალიზაციაზე და წყალმომარაგებაზე და რაღაც მუნიციპალურ პრობლემებზე ლაპარაკით, ჯერჯერ ვერ დაამარცხებ და მე სასაცილოც არის გარკვეულწილად, ხო? ადამიანი თუ ვერ ხედავს, რომ მტერია შემოსული და რუსი გმართავს და იმის გამო მოგცემს ხმას გაყალბებულ წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში, რომ შენ შეპირდები, რომ რა ვიცი, მე წყალს გაგიყვან, არ ამგონია ჩვენ ეგეთი ხალხი არ ვართ ქართველები, რა ბევრად უფრო ღირსეული ხალხი ვართ, ბევრად უფრო ჭკვიანი ხალხი ვართ და ბევრად უფრო მეტი გვაქვს ნანახი, რომ აი ესეც სატყუარას წამოვეგოთ რა. რატომ ვერ დაამარცხა ამ დრომდე კრიტიკულმა საზოგადოებამ, რომელიც გაცილებით მეტია, რეჟიმი, რომელმაც ყველა ზღვარი გადალახა, ხო ეს ძალიან დიდი სურათის ნაწილია, თქვენ ახსენეთ ანწუხელიძე, პიარისთვის, ვიღაცის პიარ შეწირული უწოდა მას ლუკიანმა, ნახეთ გორის საკრებულოს თავმჯდომარე რუსების მყარებელი და ქართულ სამხედროებს იქ ხულიგნებად მოიხსენიებს, ეს თითქოს რაღაცა პატარ-პატარა შოკებია, მიწისძვრის შემდგომ მოყოლილი, რომელზეც რეაქცია კი აქვს საზოგადოებას, მაგრამ არა იმდენად ძლიერი, რომ კონსოლიდირება მოახდინოს და ძალიან დიდი ძალით დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს. რა უშლის ამ კონსოლიდაციას ხელს და ისიც გასაგებია, რომ ერთ დღეში არ სრულდება ავტორიტარული რეჟიმები. ხო, ერთი მხრივ იმდენად დიდი ჭუჭყი და ბოროტება მოდის ჩვენი მიმართულებით რუსეთის მხრიდან და რუსული ძალების მხრიდან, რომ ერთი მეორეს ფარავს. ხო, ხა გორის საკრებულოს თავმჯდომარე ახსენეთ და ძველი დრო რო იყოს, აი ამის მეათედი რომ მომხდარიყო, ფეხზე იდგებოდა მთელი საქართველო, ხო? და აქ მეორე დღეს გადაფარა, იმიტომ რომ ყველანი ეგეთები არიან ესენი, ყველანი აქ კარგი და ცუდი არ არსებობს და დღევანდელ დღეს ოცნებაში რო ხარ, ყველა ის მარია ზახაროვა ხარ და სიმონიანი ხარ. არ არის მათ შორის განსხვავება, სახელები და გვარები არის პირობით. რატო ვერ ვამარცხებთ? იმიტომ რომ ჩვენში არიან ძალიან კეკლუცი ადამიანები, ზოგი ჩვენზე თulis რომ ხალხზე უფრო ჭკვიანია და რა ვიცი, ეგერ ლამის გუშინდლამდე ამბობდა ზოგი რომ მათ შორის ზოგი რომელსაც სამსახურებრივად მოეთხოვებოდა, ამის ცოდნა რომ არა, არ არიან ესენი რუსები, ემთხვევა მათი ინტერესებია, ხო? იმდენად ემთხვევა მათი ინტერესები, რომ იდენტური რიტორიკა აქვთ, ეს რიტორიკა და მესეჯები თაიმინგის და დროის თვალსაზრისითაც აბსოლუტურად სინქრონიზებულია და თანმიმდევრულად იმას აკეთებენ, რაც პუტინს აწყობს. კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ხო, აი ძალიან ბევრს არ ესმის და არ ესმოდა ამ წლების განმავლობაში, აი რატომ შვებიან ამას? ეს ხო არ აწყობთ, ხო, არ აწყობს საქართველოს ხელისუფლებას. მაგრამ თუ დაუშვებთ კი არა, თუ დავინახავთ და აი ამ მოცემულობა შევცეთ, რომ რუსები არიან, მაშინ აბსოლუტურად ყველაფერი ლაგდება. 13 წელია ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდათ რუსებს. შესაბამისად, ეხა ერთადერთი არგუმენტი რჩება აქ, რომ ეს არ უნდა თქვა, ისევ ხალხზე უფრო ჭკვიანებზე ვამბობ რა. ეს არ უნდა თქვა, რომ ხალხი არ შევაშინოთ. არა, ქართველი ხალხი ჭკვიანიც არის, მამაციც არის, ვაჟკაციც არის, თავდადებულიც არის და არ უნდა მოვატყუოთ. მით უმეტეს ჩვენ თუ ხედავთ და ვიცით რაღაცა, ხო? კი, მეორე მხარეს არის რუსი. მეორე მხარეს არ არის უბრალოდ კორუმპირებული ჩინოვნიკი, რომელიც პატარა მოპარულ ქონებას იცავს, ან დიდ მოპარულ ქონებას იცავს. რუსია კი და უნდა გავაცნობიეროთ, სწორი დიაგნოზის დასმა არის საქმის ნახევარი ხშირ შემთხვევაში. ეს დიაგნოზი პრაქტიკულად დასმულია და ეხა ალბათ დაგვრჩა ის, რომ აი ამას გადავაბიჯოთ, ბოლო საფეხური არის ჩვენი ისტორიისთვის ბრძოლა. რას გულისხმობ?
ბოლო წყალგამყოფი, რასაც რუსები იყენებენ, არის საზოგადოების ნაწილის არასწორი ემოციური დამოკიდებულება წინა ხელისუფლების დროსთან. ანუ აი რო შევდივართ, ყველანი გავერთიანდებით და რაღაცა შემოაგდებენ და ხული ჩავენ ხოლმე ერთმანეთისგან, მაგრამ ხა დიცურაჩ ხო მართლა ყველაფერი შავთეთრია, ხო? ანუ ის იყო ხელისუფლება, რომელსაც ამათი ბრალდებები რო დავიჯეროთ, უნდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამათი ვერსია, ხო? რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდათო, აჭარაში გამოუვიდათო, ცხინვალში არ გამოუვიდათო, მაგრამ ქონდათ უცხოელების იმედიო. აი უბრალოდ დაუშვათ, რას აბრალებენ. აი მართლა ესე იყო დაუშვათ, ხო? ესენი არიან ტიპები, რომელსაც ხელი არ გაუნძრევიათ, არ თუ ხელი არ გაუნძრევიათ, პირიქით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე, რასაც რუსი მოითხოვს, უკან გადმოდგან ნაბიჯი, უკანა თათებზე დადგნენ და აბა რუსმა გადაუსვას ხელი, როგორც ამას უყურებთ, ხო? აი ამაშია პრობლემა. ამის პარალელურად იზოლაცია, რომელშიც არის ოცნება, კიდევ უფრო მყარდება. ბოლო მოვლენებმა ეს ძალიან კარგად გამოაჩინა. ჩინეთში არ ყოფნამ, დანიაში არ ყოფნამ. ყველგან ისინი არ არიან ლეგიტიმურად მიჩნეულები, ძალიან დაბალ დონეზე აქვს შეხვედრები საერთოდ თუ აქვს. ერთ-ერთი უნგრეთში ვხედავთ მათ ხშირად. ლეგიტიმაციის პრობლემასთან ერთად, აი რაღაცნაირად არც აქ მიმიღეს, არც იქ მიმიღეს პრინციპით არის დარჩენილი, როგორც ჩანს ოცნება, ყაველაშვილის ბოლო წერილიც ალბათ ამას ადასტურებს. საერთაშორისო ლეგიტიმაციის არქონის პირობებში, შიგნით გაძლიერებული წნეხის პარალელურად, არის თუ არა ეს კოზირი მაინც კრიტიკული საზოგადოების ხელში. ამის გამოყენება როგორ უნდა მოხდეს? კი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კოზირია და ამისთვის ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვიბრძოდით, რომ დასმოდა წერტილი მათ აი ამ კეკლუც და ვითომ დემოკრატობას. არ არიან ესენი არც დემოკრატები, არც პატრიოტები, არც ხო? და დაესვა ამას წერტილი შესაბამისად ეხლა უკვე სხვა მოცემულობიდან ამოდივართ. ყაველაშვილის წერილი რახან ახსენეთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყაველაშვილის წერილში ასე ბჭყალებში ყაველაშვილის წერილში ხო ვინც დაწერა, რა ანდობდა ეხლა ერთ ამბზაც ვერ დაწერდა ეგ თვითონ, მაგრამ წერია ტრამპს მიმართავს, რომ მე ეჭვიმეპარებაო, რამდენად თავისუფალი და გულწრფელი ხარო. თავისუფალი რამდენად ხარო, ყაველაშვილი ეუბნება ტრამპს. კაცმა მეორედ მოიგო ამერიკაში არჩევნები მსოფლიოს ყველაზე დიდ ქვეყანაში და ყაველაშვილი, რომელსაც 10 თვეა საიტი არ აქვს. ანუ საიტი გაუთიშეს, როცა დასვეს იმ შენობაში და დღემდე არ არის პრეზიდენტ ჯი შედით, არ არის გათიშულია, იმიტომ რომ რატო არის გათიშული, იმიტომ რომ ისტორიის გადაწერა მიმდინარეობს და ამას აი ხო შეიძლება ელემენტარული პატივისცემა გამოეხატა და ამის ფოტო მაინც დაედოთ ან რაღაც აი მინიმალური სტანდარტი დაეკმაყოფილებინა და კაი არქივის გადაწერა მიდის და აი ამათ არ აგდებენ, აი ელემენტარულ პატივისცემას არაჩვენებენ, თავისივე დასმულ თვითონ კითხვა არა ვარო რაღაც ვსაუბრობ კალიგულას ცხენიო, ანუ რაც უნდა ის დაუძახოს თავის თავს, როგორც ივანიშვილი იტყოდა. შესაბამისად ეს არის დიპლომატიური თვალსაზრისით სრული კრახი და ამას უნდა მივყვეთ. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ შეიძლება ეს არ მოხდეს ხვალ და ზეგ, შეიძლება იყოს 13 სექტემბერს თუ 4 ოქტომბერს თუ 7 ნოემბერს პირობითად, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ერთი თარიღი, მეორე თარიღი, მესამე თარიღი ეს აფუჭებს თუ ეხმარება ერთმანეთს? არ მინდა ამ დისკუსიაში შესვლა, ეგეც ხელოვნური თემა მგონია რა. ანუ ხაი ამიტომ დისკუსიად კი არ გეკითხებით თარიღების ქონა პრობლემაა. ანუ ვისაც რისი თავი აქვს, მოდი ის გააკეთოს რა. თუ ვიღაცა ამბობს, რომ ხალხს ასე კი არა, ისე უნდა ელაპარაკოს, შენ ელაპარაკე უკეთესად რა. შენ თუ მართლა რაღაცის შნო გაქვს, თავი გაქვს და რაც თავარია ის მიზანი გაქვს, რომელიც დეკლარირებულია და არა კომფორტულად იქ ყოფნა, სადაც დღეს ხარ. ანუ ამ ფრაგმენტაციის პირობებში, რაც პოლიტიკურ სპექტრში არის, საერთო მიზნის არსებობის შემთხვევაში, მე მინდა უფრო ვიკითხო, სხვადასხვა პოლიტიკური თარიღის შემთხვევაში, სხვადასხვა სტრატეგიის შემთხვევაშიც, იგივე არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობას გულისხმობ, შესაძლებელია თუ არა ამ ძალების კონსოლიდირება, მაინც საჭირო მომენტში, თქვენი აზრით. პოლიტიკური ძალები ძალიან პირობითი სიტყვა ხდება დღესდღეობით, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ორი ნიშა. აღარ არიან, აი კლასიკური გაგებით პარტიები აღარ არსებობენ, აღარც იმას აქვს მნიშვნელობა ეს არჩევნებში შედის თუ არ შედის, საზოგადოებაში არსებობს ორი ნიშა. არსებობს ქართული ნიშა, ანუ ყველა ის ქართველი, რომელსაც უნდა რომ ეს ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, რუსეთისგან თავისუფალი შესაბამისად, ერთიანი, ღირსეული, დემოკრატიული, ყველანი აქეთ ვართ, ხო? და არსებობს რაღაცა ხუნტა დავარქვათ თუ ხუნტაზე ცოტა დიდია ეს ჯგუფი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩაითრიეს ამ დანაშაულში, აი ეს არის მეორე, არსებობს რუსული ნიშა და ქართული ნიშა. ეხლა ამ ნიშებს შორის განსხვავება ვერ დადგინდება იმით, რომ ზოგი არჩევნებში შევა თუ არ შევა და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში ეს წყალგამყოფი არსებობს და ყველა ადამიანი თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს, როდესაც დადგება იმ დილემის წინაშე. მე რუსებისკენ ვარ თუ ჩემი სამშობლოსკენ ვარ. დიდი მადლობა. რუსთაველზე პროცესები ამ წუთას ასე განვითარდა.